რომ გითხოთ ვისთან ასოცირდება ჩემთვის ბერლინი, ესენი არიან მაგდა და ბესკა. სექტა, ბესკა რა. ჩემთვის ბესკა. ჩემთვის. თუ გინდა ვილაპარაკოთ, ვიზეც გინდა. ჩვენი ფულია საგროვდი მაგაში მიდიოდა. რა თქმა უნდა. ჩემი სიამოვნება არ იყო რა, რაღაც კამფეტი იყო, კასეტა. მან არის ზღვარი სადმე, ფსკერი არსებობს მან. ბოლომდე პირატულ პროდუქციას ვამზადებდი მე თვითონ. თუ გახსოვს მომენტი, როცა იფიქრე, რომ შემიძლია ამის შემქმნელიც ვიყო. ის იყო რაღაცნაირად ჩემი მედიუმი. როგორ გადაითარგმნა ეს ყველაფერი ელექტრონულ მუსიკაში? მთელი სხეულით ვზნობდი, რომ მასთან უნდა წამოსულიყავი. ძირითადი ქართული ელემენტი რა არის შენ შემოქმედებაში? გართობა ვიცით, რა სხვა დიდად არ ვიცით. ვიღაც ხელს რო გვიშლის, მე იმას რაღაცნაირად ვებძვით. აი dance floor-ზე რო ვიკითხე წეღან, თავარი ალბათ რასაც განიცდი ადამიანი არის სრული თავისუფლება, ხო? თმობთ თავისუფლებას, მე მოვიპოვებთ თავისუფლებას და შეგაუძვრეთ, გამოუძვრეთ. საბოლოო ჯამში მე მგონი მაინც გადავრჩებით. რა საერთიანებს საბოლოო ჯამში საკლუბო სცენა? შემოbrunდა ფაშიზმი ისევ ყველგან ხედავ რა, მაგის ნიშნებს. როგორ უნდა გამოიგონ მაშინზე, როცა არ არის? ჩემი ურთიერთობა მაგდასთან, შეხვედრებით, ახალი ადამიანებით, სიტუაციებით, რაღაც ადგილები, ყველაფერი გაძლევს რა ინსპირაციას. თუ შენ მართლა ღრმად ხარ, იმ ქართულს ხედავ რა, ეს არ არის რაღაცა ბერლინური. ადამიანი რატო უსმენს მუსიკას? გათავისუფლების ერთ-ერთი გზა არის. მესიჯი არის მუსიკა. მაგ მომენტში ყველაფერი სწორია ხოლმე რა. გამარჯობა მეგობრებო, ვართ ბერლინში. ბერლინში მოგეხსენება ცხოვრობს ძალიან ბევრი ქართველი და მათ შორის არის ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი. მაგრამ რომ გითხოთ ვისთან ასოცირდება ჩემთვის ბერლინი და ვინ დამანახა ყველაზე უფრო მკაფიოდ, ყველაზე უფრო სიღრმისეულად მისი არსი, ალბათ ძალიან თამამად გიპასუხებთ, რომ ესენი არიან მაგდა და ბესკა, რომლებმაც პრინციპში გადასარევად იციან, ბევრი რაღაც იციან გადასარევად, მაგრამ რაც ამ ქალაქისთვის არის ძალიან სიღრმისეული, ძალიან ამ ქალაქისეული ეს არის საკლუბო მუსიკა, საკლუბო სცენა. ჩვენ ამ გადაცემაში შევეცდებით, რომ გავიგოთ ძალიან ბევრი ბერლინური საკლუბო სცენის შესახებ. გავესაუბრებით DJ სექტას, ეს არის ბესკას სასცენო ფსევდონიმი, რომელიც ბევრი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვან მუსიკას აკეთებს. აი მე როგორც მახსოვს ავდივართ ასე. აჰა, ой. რა ვახარე. კარგად შენა? რავი, ნიჩიო, მაგდუ. კამერები როგორ შეხედავ? რა არის პრობლემა? ანუ შენ იმის კითხველი ხარ, რა ქვია, ფენტეზის ძირითადად. ყველაფერი მიყვარს. ანუ ესე ვერ გამოვყოფ ძალიან, მაგრამ თუ უნდა ვთქვა რომელიმეზე რომ არის უფრო უპირატესი, ალბათ sci-fi. შენ იმით დაიწყე ჰიპ-ჰოპი? კი, ჰიპ-ჰოპით დავიწყე და მაგით იყო რომ შემეყარა ვირუსი რაღაცნაირად, რომ 12-ის ვიყავ, ხო? რა, ეგრევე. ოღონდ ეგრევე რო იცი, რომ აღარ მოგშორდება. ქუთაისური როკი რო ცალკე ჟანრია ვიცი, მაგრამ ქუთაისური რეპიც მე მგონი ჰიპ-ჰოპიც ცალკეა, ხო? ტექნოც? ხო, ქუთაისში დაიბადა ქართული ტექნოც, ჰიპ-ჰოპიც და პანკიც. ყველაფერი ქუთაისთან მოდის.
მეც დავისდავად კი. მაგის ახსნა შეიძლება რომ აი კონკრეტულად ქუთაისი რატო აღმოჩნდა დამბადებელი აი ეგეთი მნიშვნელოვანი ჟანრების. იცი როგორ იყო? იდეაში ყოველთვის ეგრე არის ხოლმე, რომ აი რაღაცნაირად გაჭირვებულ გაჭირვებული ცოტა ისეთი სიტყვა, მაგრამ ხო ანუ რაღაცნაირ სოციალურ უთანასწორო გარემოში იბადება ხოლმე ყოველთვის ეგეთი მუსიკა რაღაცა გინდა ამერიკაში, გინდა UK-ში, სადაც არ უნდა შეხედო ქალაქებს თუ რეგიონებს რო აიღო საიდანაც მოდის ყველაზე დიდი მუსიკალური მიმდინარეობები არის მანჩესტერი, გინდა ჩიკაგო თუ so on, ყოველთვის არის რაღაცა არ ვიცი ან ინდუსტრიული გაჭირვების ხარჯზე სოციალური უთანასწორობის ფონზე და ასე შემდეგ და ქუთაისიც ეგ იყო რა, ეხლა 80-იანებში ასე ვთქვათ დაკარგა ქალაქმა მნიშვნელობა, იმიტომ რომ ნუ საბჭოთა კავშირი დაიშალა, ეს იყო ინდუსტრიული ქალაქი, რომელშიც უცებ ინდუსტრია გაჩერდა და გაიჩიტა ძალიან დიდი სიდუხჭირე, ხო? და მაგ პერიოდს ემთხვევა ზუსტად ყველაფრის დაავადება სამივე ერთდროულად იყო რა. ტექნოც? კი, იმიტომ რომ აი ძალიან ისეთი ამბავი არის რა, ეს პროდიუსერი, ტექნო პროდიუსერი, უნდა ვახსენო კიდევაც ხო, ანუ ბაჯუ იყო აუთსაიდერის დრამერი პლუს ქონდა ჰიპ-ჰოპ პროექტი შავ პრინცთან ერთად, ასე რომ რაღაც თანაც ცხოვრობდნენ რა ეს აუთსაიდერი რობი კუხიანიძესთანაც იყო და თან შავ პრინცთან ერთად იყო და ეს ყველა თანაც ცხოვრობდა რა. ბესკა, შეგიძლია გაიხსენო მომენტი, როცა მიხვდი, რომ ხელოვნება შენთვის არის მნიშვნელოვანი. პირველი მომენტი ეგეთი რომელიც რაღაცნაირად აი რევოლუციური იყო ჩემთვის ალბათ იყო რაღაც კონკრეტული ვიდეო კლიპი MTV-ზე ალბათ 12-ის ვიყავი მე მგონი თუ სწორად მახსოვს და ეგ იყო NAS-ის The Message რომელიც რაღაცნაირად ისე მოხდა რომ ერთი დღის მანძილზე რამდენჯერმე დატრიალდა რა და რამდენჯერმე მოусმინე ამ ტრეკს და იგი ყოველთვის პირველი ჰიპ-ჰოპ ტრეკი რომელსაც მოусმინე და ეგრევე ადიქტი გავხდი მაგის მერე დაიწყო ყველაფერი რა აი რა იმპულსი გაგიყვიძა რა გაიძულა ალბათ რავი ფიქრი, რაღაცა გადაფასება, რაღაცეების, ეხლა ეს რა თქმა უნდა ისეთი პროცესი არის, ეგრევე ყველაფერი არ მომხდარა რა, მაგრამ ეგ იყო დასაწყისი რა, კვლევის ასე ვთქვათ. ამას რომ მოусმინე და როგორღაც ძალიან დამაინტერესა, გამახსენდა რომ ჩემი მეზობელიც რაღაც მუსიკას უსმენდა და გამახსენდა რომ ამასაც ჰქონდა კასეტები და ეგრევე მეორე დღეს გადავედი ამასთან და მოკლედ ჰიპ-ჰოპერი იყო რა ეს ჩემი მეზობელი რომელსაც უსმენდა თუ მღეროდა უსმენდა რა ან მსმენელი იყო ასე ვთქვათ რატომღაც აი ვიცოდი რომ უსმენდა და გამოვართვი ყველა კასეტა რაც ჰქონდა რომ მეთქი ესენი უნდა მოусმინოთ რაღაც და ჩემს ბედად ძალიან კაი სიმღერით მოხდა ეგა კი, მაგით დაიწყო რა, ხვდები, იმიტომ რომ ეხ მაშინ ქუთაისში მithumetes თავისთავად არც ინტერნეტი იყო, ინტერნეტი კი არა და დენი არ იყო, ხო და ანუ არანაირი წვდომა ინფორმაციასთან სხვანაირი არ გქონდა რა. უბრალოდ რაღაც იცი რომ არის რეპი და ჰიპ-ჰოპი და მე აქედან გამომდინარე უბრალოდ რაღაც ასე ვთქვათ აკავშირებ თავში რა გაგიგია ვიღაცებზე გამოვართვი ამ ადამიანს კასეტები და ნუ ეგრევე რაღაცნაირად გამიმართლა რომ ამ კოლექციიდან მოусმინე ძალიან ასე ვთქვათ არა პოპ ჰიპ-ჰოპს, არამედ რაღაც ძალიან სერიოზულს და კარგს და მე ხდებოდა ხოლმე ყოველთვის ესე რომ რაღაცნაირად აი არ ვიცი ყველანაირ ინფორმაციას ძალიან ვისრუტავდი რა რაღაც 4 თუ 5 ის იყო კასტების მაღაზია იყო მაშინ ქუთაისში და ნუ ეგ იყო ერთადერთი საიდანაც შემოდიოდა სიახლე რა ამ ჟანრში და არა მარტო ჰიპ-ჰოპში, ზოგადად მუსიკაში, ხო და მე ნუ
ვეზიზღებოდი მე მგონი ამ მაღაზიის გამყიდულებს, იმიტომ რომ მივდიოდი ხოლმე და რაღაც ფურცელით და პასტით ჩამოწერილი მქონდა და ესენი მაშინ მოსკოვში დადიოდნენ ხოლმე და მოსკოვიდან ჩამოქონდათ ორიგინალ კასეტაზე არ არის ლაპარაკი რა, რაღაც კასეტები, რომელიც მოსკოვში იყო აკრძალული, რომ იმენ მოსკოვში გაყიდულიყო. პირდაპირ აწერია რაღაც კასეტებს, რომ აკრძალულია მოსკოვში გაყიდვა, იმიტომ რომ ნუ პირატულია, მაგრამ საქართველოში რა თქმა უნდა არ იყო. აი ესე რა, რაღაცა ხვდები თვეში რაღაც 64 კასეტას ყიდულობ და მე ამას უსმენ თავიდან ყოველ დღე. ამ შენი ფული რაც საგროვდი მაგაში მიდიოდა? რა თქმა უნდა. ბუფეტში დასახარჯი ფული მიდიოდა ყოველთვის კასეტაში. არასდროს არ მიყიდია საჭმელი. ბავშვი რომელსაც შეუძლია რომ ჭამოს, რაღაცა სტიკერი იყიდოს. ან ხოდა ეგ არის ჩემთვის საინტერესო რომ რაღაც მომენტში ადამიანი გადაწყვეტს რომ მოდი ჩემ სიამოვნებაზე უარს ვიტყვი იმისთვის რომ ინვესტიცია ჩავდო ბევრად უფრო მნიშვნელოვან სიამოვნებაში რაც არის ხელოვნება. ოღონდ პირდაპირ მიშვებით ხო ამას ადამიანი ხდება რა იმ მომენტში. აი მე ცოტა ხვდები რომ პირდაპირ მნიშვნელობით სიამოვნებისთვის კეთებოდა რა. ჩემი სიამოვნება არ იყო რა, რაღაც კამფეტი იყო. კასეტა. არა, აბა კამფეტიც იყო, მაგრამ ხვდებოდი რომ ეს უფრო იყო. კი, ხო, არა, ნამდვილად ხო. პრობლემა მარტო ფული არ იყო რა, რეალურად პროსტა არ იყო რაღაცები და მე უბრალოდ ძალიან გამიმართლა რომ ნუ მოვხვდი და რაღაცნაირად გავიცანი ასე ვთქვათ ვიღაც ისეთი ადამიანები ვინცაც უკვე ქონდა კარგი კოლექციები და ნუ რაღაცნაირად ძებნილები მაშინ ძალიან აქტიურები იყვნენ და ჯერონიმოც იწყებდა თუ რაღაც რა მაშინ ჯერონიმოც პატარა იყო საკმაოდ როცა გავიცანი და მე პირადად ჯერონიმოსგან ძალიან ბევრი კასეტა მაქვს გადაწერილი რა ვიწერდი მუსიკალურ ცენტრებზე და მუსიკალური ცენტრებიდან ძალიან არ მიყვარდა რომ პროსტა კასეტა ყოფილიყო ამიტომ ვაქსეროქსებდი ხოლმე ამათ ყდებსაც რა და ანუ ბოლომდე პირატულ პროდუქციას ვამზადებდი მე თვითონ რა პერფექციონიზმის სრული კი როდის უსმენდი ხოლმე სულ როცა შემეძლო რა დენი როცა იყო და დენი როცა არ იყო რაღაცა ელემენტებს ყიდულობდი და მახსოვს რომ ჩემ მაგნიტოფონს სჭირდებოდა 6 ცალი ელემენტი ოღონდ მე კი დიდები ხო და მე აღმოვაჩინე რომ გადახვევა აჯენდა ამ ყველაფერს და ანუ ძალაუნებურად მიწევდა ხოლმე ყველაფრის თავიდან ბოლომდე მოსმენა რა რაც ეხა დაკარგული არის ვაფშე ალბომს არ უსმენ ხო ესე რაღაცა მიყოლებით არ უსმენ არა მე კი უსმენ მაგრამ საქმეა კი ბატონო უბრალოდ იმას ვამბობ რომ უბრალოდ ეხა YouTube-ის ხანაში და რაღაც სტრიმინგის ხანაში ესე არ არის რა აი ძალიან ბევრი დასაინტერესო ამბავი თქვი იმაზე და ჩემთვის ძალიან თვალსაჩინოა როგორ შეიძლება ადამიანი შეპყრობილი იყოს მუსიკით და რაც თქვი რომ მთელ ფულს ხარჯავდი რაღაც მეყიდა კასეტა და მე დამექსეროქსებინა ის რა ქვია ალბომის ქავერი ტექსტები ამომებეჭდა და რაღაცა ხო ხვდები რა ეგ არის ცალსახად ხელოვნებით შეპყრობილი ადამიანის ქმედება და მაგარია თუ გახსოვს მომენტი როცა იფიქრე რომ მე ამის მომხმარებელი ვარ მაგრამ შემიძლია ამის შემქმნელიც ვიყო ალბათ რაღაცა ხო 1-2 წლის მერე ალბათ მაგ ყველაფრიდან რა როცა ნელ-ნელა იწყებ ფიქრს ხო რისი კეთება გინდა რა ვიღაცას უნდა რომ ფეხბურთელი იყოს ან მწერალი ან რავი ინჟინერი მე რაღაც მინდოდა რომ რაღაცა მხრივ ის საყვარელი საქმე მეკეთებინა რისგანაც ვიღებდი ყველაზე დიდ სიამოვნებას რა სხვა რაღაცებისგანაც ვიღებდი რა თქმა უნდა სიამოვნებას მაგრამ ეს იყო რაღაცნაირად ჩემი მედიუმი რა ნელ-ნელა დავიწყე მაგაზე ფიქრი რომ როგორ უნდა გამეკეთებინა ეგ ყველაფერი მე თვითონაც რა, მაგრამ ნუ ეგ ძალიან დილეტანტური ფიქრი იყო იმ პერიოდში რაღაცა მე ბენდიც გავაკეთე ჩემს რაღაცა ასე ვთქვათ ბავშვობის ძმაკაცებთან ერთად და რაღაცნაირად აი მახსოვს რომ პირველი რაღაც რაც ჩავწერეთ რაღაც ძალიან ლეგენდარულ სტუდიაში ჩავწერეთ გოგო ჟორჟოლაძესთან ქუთაისში ეგ როცა რავი ალბათ 15 წლისები ვიყავით და რაღაცა $25 გადავიხადეთ, თქო და აი
$25 მაშინ ძალიან დიდი ფული იყო და ნუ რაღაც ორი თვე კაროჩე ჩალიჩობდით რომ ეს $25 როგორღაც შეგვეგროვებინა რა, იმიტომ რომ დედა ჩემს ვერ ვეტყოდი რა, რომ დედა რაღაცა სიმღერა უნდა ჩავწერო, $25 მინდა, ხო ხვდები რავია. ძალიან დიდი დახმარება იყო რა, სხვა ადამიანების მხრიდან, ყოველთვის მაგ მხრივ ქუთაისი ძალიან კაი იყო, იმიტომ რომ აი ეს სერიოზული არტისტებიც ძალიან გასაფორთებდნენ და ხელს გიწყობდნენ რა გაკეთებაში, იმიტომ რომ ეხლა ალბათ მაშინ მგონია რომ სხვაგან სერიოზულად არავინ არ გვიქვავდა. შეიძლება იქაც არ აღვქვიოთ ძალიან სერიოზულად, მაგრამ დაგვეხმარნენ ყველანაირად. შენ დაიწყე იმით, რა ქვია, ჰიპ-ჰოპის მოსმენით. ხო. როგორ გადაითარგმნა იქ ყველაფერი ელექტრონულ მუსიკაში? აუ, ძალიან ერთი და იგივეა მუსიკა, მოდი ესე ვთქვა. ანუ არსი ერთი და იგივეა. იდეა არის რაღაც ხრივ ერთი და იგივე რა. ეხლა არ ვიცი იმ მუსიკის იდეა არის ერთი და იგივე, რასაც მე უსმენდი მთელი ცხოვრების მანძილზე რა. ჟანრობრივად ქონდა სხვადასხვა ჟანრების სიყვარული, რა თქმა უნდა, მე ნუ იმ პერიოდში ძალიან პოპულარული ხდებოდა ნიუ მეტალი და ნუ რაღაცნაირად აი კორნი და Rage Against Machine-ზე გადავედი, იმიტომ რომ იმათთან ჰიპ-ჰოპის გავლენა იყო ძალიან ძლიერი. მე უკვე იწყებ დაინტერესებას ნელ-ნელა სხვა ჟანრითაც, იმიტომ რომ იქ ჰიპ-ჰოპთან ერთად რაღაცა უკვე გიტარების ელემენტებიც იყო. ეგრე მივედი პანკთან, ასე ვთქვათ. გრანჟთან და თან ამას ყველაფერს იზრდევს, რომ აი იქ პროდიჯის შესახებ იგებ, ანუ რაღაცნაირად ელექტრონული მუსიკაც ნელ-ნელა შემოვიდა თუ რაღაცა რა, უბრალოდ ალბათ ეს გასავლელია ყველა ეგ ეტაპი იმისთვის, რომ ყველას თავის გზა აქვს, ანუ ჩემთვის ეგ ყველაფერი აი ხარ ლაპარაკობ და ადრეც მილაპარაკია რაღაცნაირად გზას მაჩვენებს რა, მე როგორ გავიარე, მაგრამ შეიძლება სხვისთვის ეხლა აქ ვიღაცები ეგრევე იწყებენ ხოლმე ელექტრონული მუსიკის მოსმენით და მე უკვე გვიან მიდიან სხვა ჟანრებთან. პირიქითი გზა. ხო, ან რაღაცა, ანუ არ ვიცი ხო. რომელი ჯობია? არ არსებობს კარგი და ცუდი რა, ანუ ჩემთვის ესე იმუშავა, შეიძლება სხვისთვის სხვანაირად მუშაობს. არა, გულისხმობ რა, ეხლა შენ რო ამ საქმეში ხარ, ყველა ის ჟანრი, რომელიც გააქვს გამოვლილი, ან მოსმენით ან კეთებით, არის თუ არა მყარი ფუნდამენტი იმისთვის, რომ ესაკეთო. რა თქმა უნდა, ეგ საჭირო არის, ანუ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ყველას გინდა ეს DJ იყოს, გინდა უბრალოდ პროდიუსერი ან თუნდაც მუსიკოსი და ბენდი ყველას ეტყობა გავლენა. ანუ მე ვგრძნობ ყოველ შემთხვევაში რა, ვიღაცას რო უსმენ, რომ ესე რო ვთქვათ, როგორი ბაგაჟი აქვს. რატო აირჩიე ბერლინი საერთოდ? რატო ავირჩიე ბერლინი და მაგდას ბრალი რო არის ვიცი, მაგრამ არა, ბრალი არა, ანუ ბრალი ვიყენებ მაქსიმალურად. რაღაცნაირად ეგეთივე მომენტი იყო რა, როცა ზუსტად ვიცოდი რომ მასთან უნდა წამოსულიყავი და რაღაცნაირად ხო ვითომ ისეთ გადაწყვეტილება ჩანს რა, რთული საკმაოდ რომ რაღაც მომენტში ტოვებ სადაც ცხოვრობ და მიდიხარ, მაგრამ აი არ იყო რა, რაღაცნაირად ეგრევე მთელი სხეულით გრძნობდი რომ მასთან უნდა წამოსულიყავი და რავი. აი ესე ერთ მომენტში გადავწყვიტეთ და გადმოვედი. ანუ არ გეძახმა ბერლინი შენთვის მნიშვნელოვანი იყო მაგდასთან ერთად ყოფნა. მაგრამ ბერლინი მე მგონი შენთვის აღმოჩნდა ადგილი, სადაც საკუთარი თავი აშკარად იპოვე, ხო ესეა? ხო, ეხლა მე მაინტერესებს ამ ქალაქმა გაპონინა საკუთარი თავი თუ შენ შექმენი საკუთარი თავი ამ ქალაქში? ვიტყოდი რომ აი მაგდასთან ჩემი ურთიერთობა და რაღაცნაირად ის წლები, რომელიც რაღაც პირველი მომენტი წამოსვლის საქართველოდან, რაღაცნაირად თითქოს ეგეთი მომენტი იყო, რომ ეს ქაოსი და რაღაცა უამრავი არასაჭირო ინფორმაცია თითქოს მომშორდა რა და ფიქრი სხვანაირად დავიწყე. შეიცვალა ის გარემო, სადაც ცხოვრობდი და რაღაცნაირად ეგ იბიძგებს სხვა რაღაცეებისკენ. ისკენ.
პროგრესისკენ რა, ანუ წინ სვლისკენ რა, რომ ალბათ დაიჯერო შენი თავის და იმის რისი გაკეთებაც გინდა რა. იცი რა, მე ვაკვირდები, რომ შენ ხშირად ხარ მაინც საქართველოში. შენს მაგდაც. და თან რაც მსმენია ხოლმე, ბევრი სხვა ქართველისგან განსხვავებით, თქვენ საუბრობთ საქართველოს რაღაც ამბებზე ისე, რომ ძალიან კარგად აკვირდები და ძალიან აფასებთ კარგი რაც არის. მაგალითად საკლუბო მუსიკის მიმართულებით და ასე შემდეგ. რა გინარჩუნებს კავშირს საქართველოსთან? ძირითადი მიზეზები რა არის, რაც სამშობლოსთან გაკავშირებს ისე, რომ აი ვერ გაწყვეტს ვერაფერი. ნუ მაქედან ვართ და პლუს რავი, ოჯახი, ყველაფერი რა და ის რომ რაღაცნაირად აი რისი გაკეთებაც გინდა რომ შენი ხალხისთვის გააკეთო ხო რაღაცნაირად. გააკ რო რაღაცას რო აკეთებ, მაინც საქართველოსთვის აკეთებ. კი, იმიტომ რომ ქართული პროდუქტია, მე ხო გერმანელი არა ვარ, ქართველი ვარ რა. ანუ ის პროდუქცია, რასაც მე ვაკეთებ, ქართულია. ძირითადი ქართული ელემენტი რა არის შენ შემოქმედებაში? არა, იმიტომ რომ მე შემიმჩნევია ეგ. ალბათ რაღაც ქაოტურობა რა, ქართველები ხო რაღაც ეგ ხალხი ვართ რაღაცნაირად, აი, გართობა ვიცით, რომ სხვა დიდად არაფერი არ ვიცით. ხო, ანუ გართობა ვიყვარს. მე ამ გართობიდან გამომდინარე ვიღაც ხელს რო გვიშლის, მე იმას რაღაცნაირად ვებძვით თუ რაღაც, მაგრამ იდეაში ჩვენი ეს ეგ არის რა, კულტურული საფუძველი რა. თავისუფლებას მოიაზრებს რაც თქვი ახლა ეგა? გვიყვარს თავისუფლება? ეგ აი ძალიან საინტერესოა. იმიტომ რომ აქამდე მეგონა რომ თავისუფლება გვიყვარს. ეხლა რაღაც მეჩვენება რომ შეიძლება ვთმობთ მაგ თავისუფლებას. ხო და აი არა, იცი რა არის, საბოლოო ჯამში რა, ეხლა ისტორიულად მამატია რომ გეჭრები. მაგრამ აი dance floor-ზე რომ ვიკითხე წერან და მაგდასგან ბევრჯერ მსმენია ეგ რომ იდეაში საცეკვაო მოედანზე მთავარი ალბათ რასაც განიცდი ადამიანი არის სრული თავისუფლება, ხო? თუ შენ გიყვარს ძალიან თავისუფლად ცეკვა, ესე იგი ალბათ შენთვის მნიშვნელოვანია თავისუფლების განცდაც და რო არ დათმო ეგ თავისუფლება. ხოდა მე რაღაც ბოლო დროს მეჩვენება რომ შეიძლება მაგ თავისუფლებას ვთმობთ, ხო? რაღაცნაირად ისტორიულად ეგრე გამოდის ხოლმე ზოგადად რომ ყოველთვის მაგ საშიშროების წინ დგას ჩვენი ქვეყანა, ხო, რომ სულ თმობთ თავისუფლებას, მე მოვიპოვებთ თავისუფლებას, მე ვთმობთ თავისუფლებას, მე მოვიპოვებთ თავისუფლებას. ხან სანახევროდ მოვიპოვებთ, ხან სანახევროდ. ეგ არის ჩვენი გზა. ხო, ანუ რეალურად რა მე მაინც მგონია რომ არ დავკარგავთ თავისუფლებას, იმიტომ რომ უბრალოდ ეგეთი ხალხი ვართ რა. შეიძლება ვიღაცას თავი მოვაჩვენოთ, რაღაცა ცოტა შეგაუძვრეთ, გამოუძვრეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში მე მგონი მაინც გადავრჩებით რა. იმიტომ რომ სულ გადავრჩით ხოლმე, ამაზე ბევრად უფრო უარეს მომენტებში. გადარჩენა ხო არ ნიშნავს თავისუფლად ყოფნას. არა, ანუ მაგრამ აი ეს არ მოიაზრებს რა თქმა უნდა, იქ არის ძალიან დიდი შანსი ისტორიული დიდი ჩავარდნის და 40 წლით ან 70 წლით უკან დახევის და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგადი სურათი ხო მაინც უფრო ეგეთი არის, ხო? ჩვენზე პატარა კერდა ბევრად დიდი იმპერიები განადგურდნენ ჩვენ რაღაცნაირად გამოუძვერთ. ცივილიზაციები ხვდები, ანუ მე მაგას ვამბობ, რომ მაგის იმედი მაქვს ზოგადად, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეხა კრიზისში არ ვართ. კრიზისში სულ ვართ. ხვდები? არაფერი მაგაში არ არის ისეთი, რაც ქართველმა არ იცის. თავარი არის უბრალოდ, რომ აი რაღაცნაირად მაგით ვიყოთ მიმართული, რომ ეგ კრიზისის გადალახვის მეტი გზა და ახალი გზები ვეძებოთ. უფრო რაღაცნაირად საკუთარ თავში წმენა დავიბრუნოთ რა. საკუთარი თავის წმენა შემოქმედებაშიც გადამწყვეტად მნიშვნელოვანია შენი აზრით? კი, რავი, ალბათ ყველაფერში მნიშვნელოვანია. ისე იუმორითაც უყურებ საკუთარ საქმეს? იუმორის გარეშე ყველაფერი ძალიან ბორინგი და მოსაწყენია. რა იასნა, რა თქმა უნდა. ბოლომდე სერიოზული არ უნდა იყოს. არაფერი არ არის ბოლომდე სერიოზული რა. ედახმები. ჩვენ გვაქვს ესეთი რუბრიკა, რომელსაც ვქვია ვილაპარაკოთ. და ამ რუბრიკაში ვილაპარაკობთ ხოლმე ან იმ თემაზე, რაც რესპონდენტს ყველაზე სალაპარაკოდ მიაჩნია, ბოდიში ვილაპარაკოთ. ოკეი. ვაკეთებთ ამას ჩვენს პარტნიორ სელფისთან ერთად. ან საუბრობთ იმაზე, რაც რესპონდენტს ყველაზე სალაპარაკო თემად მიაჩნია, ან ისეთ თემაზე, რაზეც აქამდე არ უსაუბრია არასდროს. რა გონია ყველაზე სალაპარაკო თემა მაგალითად მუსიკაში? მუსიკა ხო რაღაცნაირად ანუ პროტესტს და თავისუფლებას და
რაღაცნაირ ფასეულობებს უკავშირდება რა და ესე მგონია რომ დღეს რაღაცნაირად ყველგან არა მარტო საქართველოში ძალიან დიდი კრიზისი არის რა ასე ვთქვათ შემოbrunდა ფაშიზმი ისევ სოფლიოში და ყველგან ხედავ რა მაგის ნიშნებს განსაკუთრებულად შეეხო ეგ queer ადამიანებს უბრალოდ საქართველოს ვილაპარაკებ იმიტომ რომ მან კონკრეტულად საფრთხის წინაშე დგას ახლა ეს ყველაფერი ხო ეს არის ერთადერთი სივრცეები სადაც ამ ადამიანებს შეუძლიათ რომ იყვნენ ის ვინც სინამდვილეში არიან ხო ანუ გამოხატონ თავიანთი თავი და შეხვდნენ მეგობრებს და უბრალოდ დაისვენონ რა ეს არის safe spaces რომელიც აუცილებელი არის არსებობდეს რა და მაინც იარსებებს ამას შეეწინააღმდეგებიან თუ არ შეეწინააღმდეგებიან იარსებებს ყველა გაგებით უბრალოდ როდესაც ეს ყველაფერი უფრო underground-ში მიდის და იმალება რაღაცნაირად safety-ს კარგავს რა გარდა ამისა თან აი რაღაცნაირად ეს რაღაც ერთი კულტურის ნაწილი არის რა ერთმანეთისგან განცალკავებით არ არსებობს ბოლრუმებით დაიბადა კლაბინგი და განვითარდა ასე რომ ვთქვათ მე მგონი რომ აი ყველამ კარგად არის ის რას ნიშნავს საბოლოოდ საკლუბო სცენა ამ სივრცეებს აქვს თავიანთი ისტორია დანიშნულება კულტურა თავიანთი ღირებულებები ფასეულობები ანუ რა საერთიანებს საბოლოო ჯამში საკლუბო სცენა? ალბათ ასე რომ ვთქვათ, თავისუფალ ადამიანებს ან ადამიანებს, ვისაც თავისუფლების შეგრძნების სურვილი აქვს. აერთიანებს ბევრი სხვა ხედვის და ტიპის ადამიანს, არის მიმღებლური, ინკლუზიური ყველასთვის და ხელს გიწყობს, რომ სხვანაირად იფიქრო სხვანაირი ადამიანი გახდე, ჩამოყალიბდე, ხო? რა თქმა უნდა, რომ საფრთხეებიც არსებობს ყველაფერთან, მაგრამ ეს ისედაც ყველგან არსებობს. უბრალოდ ყველაფერს რაღაც მხრივ აი სწორი გამოყენება სჭირდება რა. ამაში ჩემი აზრით რაღაც ხო, გონივრული და ანუ ჩემი აზრით აი ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ იცოდე ზუსტად ეგ ისტორია რა, საიდან მოდის ეგ ყველაფერი, როგორ ჩამოყალიბდა შეიქმნა რის საფუძველზე, რომ ეს არ არის უბრალოდ რაღაც გართობა და ცეკვა, რა თქმა უნდა, ეგეც არის, მაგრამ ამას ძალიან დიდი პოლიტიკური და ხო, პოლიტიკური დანიშნულება აქვს. აი შეიძლება გახარხომე და უკრავ. და ეს აკრის პროცესი შეიძლება გაგრძელდეს 5 საათს, 4 საათს, 3 საათს. გააჩნია. ხო, გააჩნია. აკვირდები ადამიანებს, ვინც არიან იმაზე რა ქვია, დენსლორზე. კი, ხო, ყოველთვის. გაინტერესებს ეგ თემა? ყოველთვის. მაგის გარეშე არ არსებობს რა, ხო? ანუ რეალურად აკვირდები რეაქციას, როგორ მუშაობს, რანაირი რეაქცია აქვს ხალხს, ანუ მაგაზე ხვდები სწორი მიმართულებით მიდიხარ თუ არა. ყოველთვის ინტერაქცია რა, ინტერაქციის გარეშე მე ვერ წარმომიდგენია ვერანაირად დაკვრა და ალბათ ეგ არის თან რაც ყველაზე მეტ სიამოვნებას მანიჭებს მე თვითონაც, როცა ვხედავ რომ სწორი რეაქცია აქვს და როცა ის რაღაცა რასაც შენ უკრავ, ასე ვთქვათ, მუშაობს სწორად. აი ეს არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, რომ სულ მაგაზე კონცენტრირებული, უბრალოდ ყოველთვის ამოწმებ რა. და ძალიან დიდი სტიმული არის, როდესაც აი მაგ ენერგიას გრძნობ რა. და ანუ ეს არ არის ხო, ერთი ადამიანისგან წამოსული ენერგია არის რაღაცა დიდი ჯგუფის ადამიანების, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში ზუსტად იცი რას განიცდიან რა, იმიტომ რომ აი ტალღასავით გადმოგეცემა რა. და შენ რას განიცდი, როცა აი საყოველთაო აღფრთოვანება ჩანს? უბრალოდ ძალიან მიხარია რა, სიხარულს, იმიტომ რომ მე თვითონ ხო პირველ რიგში მსმენელი ვიყავი ყოველთვის და მე ვიდექი დენსლორზე და ვიცი ხო, ეგ მომენტი რას ნიშნავს რა, როდესაც ძალიან გისტორდება, როდესაც ეს მუსიკამ თუ ამ თუ იმ რაღაცა მომენტმა შენში რაღაცნაირი
აღფრთოვანება გამოიწვია, ხო? ანუ ზუსტად ვიცი ისინი რას განიცდიან და მაგისგან ორმაგად გახარებული ვარ. ძალიან ისეთი მომენტი არის რა, ტრანსცენდენტული, ხო? მან არ შეიძლება ტაში და რაღაცა ხო ყოველთვის არ არის რა, ეს უბრალოდ შეიძლება აბსოლუტურ იმაში ხდებოდეს რა, უსიტყვოდ და ურეაქციოდ თუ რაღაც, მაგრამ გრძნობ ყოველთვის. ბერლინზე აქვს ადამიანებს ძალიან ისეთი ზოგს, ყველას კი არა, მაგრამ ზოგ ადამიანს აქვს ძალიან ზედაპირული წარმოდგენა. და გონიათ რომ ბერლინი არის მექა. ხო, მექა პრინციპში შეიძლება მექად ჩაითვალოს, არა? ხო. არის კი. ჩიკაგო. ანუ ბევრი სხვადასხვა მექებია და ბერლინიც ერთ-ერთი მათ შორის. მაგრამ მე მგონია რომ ბერლინი არის აი მრავალშიანი ქალაქი. კი. აქ შეგიძლია რომ თანამედროვე არტს ეზიარო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადგილია, მუსიკა და ასე შემდეგ. შეგიძლია იმაღორებას უთხრა, რანაირი ქალაქი არის ბერლინი, რისი ქალაქია ბერლინი? ძალიან მულტიკულტურული ქალაქია რა, ალბათ ყველაზე არაგერმანული ქალაქი არის და ბევრად უფრო მულტიკულტურული იყო, მე მგონი რა. აი ხო, როგორც ყველაფერი აქაურობაც ძალიან იცვლება, მაგრამ ნუ აი როგორ თქვა რა, ეს 90-იან წლების კედლის დაანგრევის მერე რაღაცნაირად თითქოს აი აფეთქებასავით იყო რა, ხელოვნების სხვადასხვა დარგის რაღაცა ერთიანად, იმიტომ რომ ნუ რაღაცა იაფი იყო, ყველა არტისტ შეეძლო რომ მარტივად ეცხოვრა, პლუს ქონდა კულტურული ისტორიაც, რომ დაწყებული რავი დევიდ ბოუის და იგი პოპიდან და დეპეშ მოდიდან აქაურის სივრცე ყოველთვის რაღაცნაირი აი თავდავიწყებასთან და ასე ვთქვათ underground კულტურასთან ასოცირდებოდა, ხო? 90-იან წლებში უკვე მოხდა რაღაცნაირად სხვანაირად აკუმულირება მაგ ყველაფრის. ტექნოში და ელექტრონულ მუსიკაში თავიდან დაიბადა ქაური ავანგარდი რა და ავანგარდიც და underground-იც და ნუ რაღაცნაირად გადაიქცა, ასე ვთქვათ, ევროპის მასშტაბით ცენტრალურ ადგილად რა, სადაც სუსტად იცოდნენ ვიღაც დიჯეებმა და მუსიკოსებმა რისთვის მოდიოდნენ და რავი ლეგენდარულ ლაუპარადებს აკეთებდნენ, ანუ რაღაცნაირად თითქოს მთავრობაც იმ პერიოდში ყოველ შემთხვევაში ხელს უწყობდა, რომ ამ ხრივ ყოფილიყო, ანუ ბერლინის პოპულარიზაცია მომხდა რაღაც ევროპაში და ამერიკის მასშტაბით, ხო? და ნუ რაღაც შეიძინა ეგ სახე, რაც ახლა დღეს აქვს. ინერჩუნებს მაგ სახეს შენიაძი. ცოტა რთულად არის ახლა შედარებით საქმე იმ გაგებით, რომ უბრალოდ მაშინ ეს ყველაფერი ძალიან პოლიტიკური და ძალიან სუსტი მესიჯებით იყო დატვირთული რა. ახლა მე ლაპარაკობ რაღაცა 95, 96, 92, ანუ მაგ წლებზე რა. მაგის მერე ძალიან დიდი დრო არის გასული. უბრალოდ რაც დრო გავიდა ნელ-ნელა ეს ჩამოყალიბდა როგორც სისტემად რა და როდესაც ეს ყველაფერი რაღაცნაირად სისტემური ხდება, ნელ-ნელა თითქოს აი მესიჯი იკარგება რა. მერე რაღაცნაირად კომერციალიზაციაც შემოდის, ხო? ანუ როდესაც რაღაცა ხდება ძალიან პოპულარული, ვიღაცებს ამაზე ფულის გაკეთება უნდათ და აი ეს ყველაფერი ეხლა ქაურობას რაღაცნაირად ეტყობა. ჩვენ ვაკეთებთ ეს რუბრიკას, რომელსაც ქვია არ გაჩერდე, ვაკეთებთ საქართველოს ბანკთან ერთად და ეს არის იდეაში ადამიანის სავალი გზაც. და მეტად ფიქრი იმაზე, რომ თუ სადღაც ფეხი დაგიცდა, თუ რაღაც არ გამოგივიდა, თუ კასეტები არ იშოვება, თუ დენი არ არის, თუ გაქვს რაღაცა მიზანი, სავალი გზა. გინდა რომ მიხვიდე მოკლედ. აი მაგზაზე არ გაჩერება რა სავალი გზა იყო შენთვის? აუ რავი, ძალიან ბევრი დაბრკოლება იყო და გითხარი კიდევაც, რომ რაღაც მომენტში გაჩერებული ვიყავი და უბრალოდ ვაგროვებდი მუსიკას ეგეც იმიტომ რომ ჩვევის გამო რა. უბრალოდ როდესაც გინდა რაღაცა გააკეთო, ასე თუ ისე ალბათ გააკეთებ რა. მე როცა კეთება დავიწყე, მაშინ ჩემს
მეგობრებს და ასე შემდეგ, ანუ კომპიუტერიც კი არ გქონდა. ეხლა გაცილებით მარტივი არის ეგ ყველაფერი, იმიტომ რომ ყველაფერი რაღაცნაირად იშოვება. მაგრამ საბოლოოდ მაინც ალბათ სურვილი არა და თან ეს რაღაცა კონკრეტულ მიზანთან მისასვლელი სურვილი არ არის რაღაც, მაინც უფრო გზა არის თავარი, რასაც გადიხარ და ის რომ აქ გზიდან რაღაცნაირად სიამოვნებას იღებდე ხა. მაგ პროცესის გავლით და პროცესით ხო, გინდა სმენა იყოს ეგ თუ გინდა კეთება. იცი რა არის ხო ეს თვითონ მიუხედავად იმისა რომ ხშირად ყოფილა ეგეთი მომენტი როცა გავჩერებული ვარ მე თვითონ, მაინც მგონია რომ სურვილი ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალა არის და თუ მართლა გინდა ალბათ არ გაჩერდები არასდროს და საბოლოოდ მაინც გააკეთებ იმას, რისი გაკეთებაც გინდა. ჩვენ ვლაპარაკობთ ხოლმე განათლების გზაზე არ გაჩერებაზეც, ამ რუბრიკის ქვევრუბრიკა არის. და შენი გზა საინტერესოა მაგ მხრივ, იმიტომ რომ რაღაც ის რაც სიამოვნებას განიჭებ და მე აქციე შენ საკეთებელ საქმეთ, ხო? მაგრამ მაგის სწავლა მე როგორც ვთქვი, მოგიწია არასადმე უნივერსიტეტში, არამედ შენი. კი. ხო და ეგ როგორ ხდება? რომ აი რაღაც გინდა და არავინ არ გასწავლის და იძულებული ხარ რომ შენ თვითონ აიღო რაღაც ცოდნები. ეხლა ხო ძალიან ბევრი ინფორმაცია ხელმისაწვდომი ძალიან და იქ მაშინ ეგეთი სიტუაცია იყო, რომ აი რაღაცა თევზაობდი ამ ინფორმაციებზე რა, რაღაცას დაიჭერდი, მე აზიარებდი ან შენ მეგობარი რაღაცას ნახავდა, გეუბნებოდა ეგრევე და აზიარებდი ოღონდ ზეპირად არავის ეგონაც რომ სადღაც სოციალურ ქსელში ზეპირად არა, ხო რა, ანუ რაღაც გადმოცემის ხარჯზე, იმიტომ რომ აი ხა რაღაცნაირად მაგის საშუალებაც არ იყო, რომ თუნდაც აი ხარისხიანი ახალი ჟურნალები ქონოდა, რომ აი წაგვეკითხა ინტერვიუები და ასე შემდეგ რა, ანუ ვიღაცას გაეჩითებოდა, მე ყველასთან ჩამოატარებდა ასე ვთქვათ რა და მე რაღაცნაირად თან ის რაღაც სულ კონკურენციის რეჟიმში ხარ, იმიტომ რომ გინდა რომ შენ მეგობარზე უფრო მეტი ინფორმაცია გქონდეს დაგროვილი და ისეთ რაღაცა უთხრა რაც იმან არიცის და მე ისიც მაგ ხოძეა, მაგას გეუბნება და რაღაცნაირად უფრო მონდომებული ხარ რომ მიიღო რაც შეიძლება მეტი ახალი ინფორმაცია და უფრო ღრმად ჩახვიდე რა და ეგ ღრმად ჩასვლა ძალიან მნიშვნელოვანი არის რა თუ რაღაც გიყვარს მგონია რომ უნდა ჩახვიდე. მან არის ზღვარი სადმე ფსკერი არსებობს მან? არა, არ არსებობს, იმიტომ რომ იმდენი მუსიკა არის, რომ ვერასდროს მაგას ვერ ამოწურავ. ვერც ერთ ჩანს ვერ ამოწურავ, იმიტომ რომ რავი, დღემდე ჩემს საყვარელი მომენტი ეგ არის ალბათ, რომ გონია რომ რაღაცნაირად ყველაფერი თითქოს აი ეს რაღაცა გალეული გაქვს და აი უცებ აი სადღაციდან რაღაცას პოულობ, რომელსაც აი აღარც კი არსებობს არსად ფიზიკური სახით და უსმენ და ანუ აბსოლუტური შედევრი არის. ეგ არასდროს არ მთავრდება. ყოველ კვირა შეიძლება რაღაცა ერთი კვირა ვერ იპოვო, მაგრამ კვირის ბოლოს უეჭველი ნახავ რაღაცა ახალს. ეს საიდან იღებ ინსპირაციებს? ცხოვრების ხალის. ყველაფერი შეუძლია მაგის მოცემა? კი, როგორ არა. აი ამ ადგილს მაგალითად დავხებ, ხო? მაგრამ მარტო ესეთი ფერადიც არ არის რა. ვიცი, ხო, მზე არ არის ხშირი შემ. კალცაიდიც არის, აქვს ხო, მაგრამ სამაგიეროდ როცა მზეა ორმაგად უფრო რაღაც ექსტაზური ხდება აქაურობა და რავი, ყველას და ყველაფერს ეგრევე ეთყობა. რა იმდენად ნაკლებად არის მზე, რომ აი მზე როგორც კი არის, უკვე ხალხი დოპამინით სავსე იღვიძებს ეგრევე რა. კაი, ძალიან ისე კრინჯი შეკითხვა მომაფიქრდა ახლა, მაგრამ დავსვამ. ბაზარი არ არის. თუ არ მოგეწონება წადით და მიჩივლე. როგორ უნდა გამოიგონო მაშინ მზე, როცა არ არის? რითი ცხოვრების ხალის იპოვი? ჩემთვის რაღაც მხრივ ურთიერთობა არის ეგ, რაც ჩემი ურთიერთობა მაგდასთან და ეგ ყოველდღიურობა, რაღაც ყოველდღიური რუტინა და ცხოვრების გზა, რაღაცა არასდროს აღარ გძნობ მე რაღაცა მაგ ყველაფრის ნაკლებობას რა, რაღაცა სხვა ინტერესით ცხოვრობ, ასე რომ ხო, ალბათ ეგ იქნება მაგის ყველაზე ლოგიკური პასუხი. შეხვედრებით, ახალი ადამიანებით, სიტუაციებით, რაღაც ადგილები, ყველაფერი გაძლევს რა ინსპირაციას და პლუს მეგობრები,
მნიშვნელოვანი ნაწილი არის რა, აქაც შეძენილი ჩვენი მეგობრები, იმიტომ რომ რაღაცნაირად თავიდან ავაშენეთ თითქოს ეგ ასე ვთქვათ community რა. აი შენ და მაგდა ხართ ჩემთვის ძალიან გამორჩეული წვილი. ორ ადამიანს შორის არ წყდება ერთმანეთის მიმართ ინტერესი და არის ძალიან როგორ ვთქვა, განსაკუთრებული მხარდაჭერა. სწორად ხედავ? კი, 100%. ხო და ეგ როგორ ხდება წყვილში ეგ რომ ერთმანეთის მიმართ ინტერესი არ გაქრეს, ანუ გამოიკვებოს. ჩვენ შემთხვევაში ძალიან თავისთავად ხდება რა, რაღაც აი ერთად გავიზარდეთ და ერთმანეთს სულ ყოველთვის რაღაცნაირად ვიცნობთ რა, თავიდან ვიცნობთ სავით რაღაცა, ალბათ მაგის გამო არ ზუსტად რა, კიდე პლუს რაღაც ინტერესების რაღაცა უზღვავი თანხwebdriver რა, რომელიც კარგია, ერთი და იგივე ინტერესები. ალბათ აუცილებელი არის რაღაც მხრივ რა, იმიტომ რომ რავი, ანუ თუ რაღაც საერთო თემა არა გაქვთ, რაზეც ყოველთვის ლაპარაკობთ, ანუ თანხwebdriver გაქვთ, საერთო ინტერესები არ გაქვთ, ანუ ჩემთვის ძალიან რთული წარმოსადგენი იქნებოდა ურთიერთობა მაგ ყველაფრის გარეშე რა. გესმოდა ხო წეღან? ლეგენდარული წვილია მეთქი, თუ გამორჩეული, განსაკუთრებული. აი შენი აზრით, როგორ ახერხებთ თქვენ, რომ ერთმანეთის მიმართ ინტერესი არ გაგიქრეთ და მხარდაჭერაც მუდმივად აგრძნობინოთ ერთმანეთს, იმიტომ რომ მაგას ვხედავ, აი რამდენი წელია უკვე, რომ ერთმანეთის ძალიან ისეთი მხარდამჭერები ხართ. ხო, ანუ ეგ არის ალბათ ის, რომ ანუ ისეთ ეტაპზე შევხვდით ერთმანეთს, როცა აი ორივე ვიყავით აღმოჩენის, ანუ საკუთარი თავის ერთმანეთის და მე მგონი, ანუ ეგ არის, რომ აი არ იმდენი გეგმა გვაქვს, ანუ იმდენი რაღაცა მიზანია, რომ აი ამისგან ვერთობით თუ რაღაც რა, ანუ აი თითქოს აი ეს რაღაც გაკეთდება მე აი ახალი რაღაც და თითქოს არის სულ იყო რომ აი ეს რაღაცა სახლი მოვაწყოთ, მე იქ წავიდეთ, მე გვაქვს რომ აი მოდი ერთი თვე თბილისში წავიდეთ, მე ეს გავაკეთე, ანუ რაღაცა თითქოს ეს ტასკები არის, რომელშიც აი მარტო არასდროს არ გავაკეთებ და ძალიან დამეზარება და ნუ ბესკას და ნუ მე ეს იყო აი ბესკას ეს რაღაცა რომ დაიწყო დიჯეინგი და რაღაც ამ სივრცეში კიდე რაღაც სხვანაირი აღმოჩენები თუ რაღაც და ნუ აი თითქოს აი იმდენი მიზნები არის, რომ აი ამაზე ფიქრით, ანუ აი გინდა რომ აი ამისი მომსწრე იყო რა ამ პროცესის. ანუ აი ეს არ არის რომ აი მორჩა. სექტა რატო დაიწყო? ეს გადა უცებ სექტა. ერთ დღეს მოვიდა რა. ისე უბრალოდ. ხო მოვიდა და უცებ მივხვდი რა, მაგრამ ეგეც ძალიან საინტერესო მომენტი არის რა, რომ აი ახალი დაწყებული მქონდა ურთიერთობა არასდროს რაღაცა მომენტში თითქოს აი არ გვილაპარაკია მაგაზე თუ რაღაცა მაგ დროს მოხდა რა. თითქოს წმენაც დამიბრუნდა და მომინდა ისევ რაღაცნაირად მუსიკის კეთება და აი სახელიც რაღაც მაგ დროს მოვიდა. რა არის სექტას როგორც ხელოვანის მთავარი კოზირი? მე რაცაც დაუკვირვები ვარ ჩემი მხრიდან და რაცაც ანუ სხვებისგანაც მომისმენი არის ის რომ ძალიან განსხვავებული არის. ანუ არის ძალიან აუთენტიური. მუსიკა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არის ასევე მნიშვნელოვანი შენი პერსონაც. გონია რომ იმიჯი და ანუ აი ვაიბი რაც არის, აი რომ უკრავეს მუსიკა შენს გიხდება, ანუ რაღაცა ინსპირაცია ხარ ძალიან ბევრი ადამიანისთვის. ეს არ არის რაღაცა თითქოს აი მარტო შენთვის და რაღაცა ეს open რაც არის, ანუ გულღია ხარ ამ შენი და ძალიან ურთიერთგაცვლა მიდის მოკლედ თავისი მსმენელი ვინც ყავს და თვითონ აი ეს არის რაღაცა ერთიანი ერთობა, ანუ აი კონტაქტი არის ძალიან, ანუ ძალიან იზიარებს ამათგან წამოსულ თელ შეფასებას, ფიდბექს. ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მსმენელი queer community ყავს, იმიტომ რომ თვითონ მუსიკა არის ძალიან მრავალფეროვანი, ძალიან ჰაეროვანი და ძალიან ისეთი საინტერესო, რომელიც ადამიანებს ძალიან და თვითონაც ანუ პერსონაც მგონია რომ ძალიან გახსნილია. შეიძლება ჩემი აზრით თქვა მუსიკაზე, გაწითლი, კაი გაწითლი. მე რა შემიმჩნევია ბესკას, კაი ბესკას ვიტყვი, კაი სექტა ბესკა რა. ჩემთვის ბესკა. ჩემთვის
ჩემთვის მთავარი ამბავი, მთავარი კოზირი არის ის, რომ შენი მუსიკა ამბავს ყვება. კი. ბოლოში მოაქვს სიმშვიდე. იმიტომ რომ სიმშვიდე ყველაზე მთავარია. და სიმშვიდე, შვიდი ჰორიზონტი, როგორც იჩქოკი ამბობს, არის ყველაზე მთავარი ალბათ ცხოვრებაში. მაგრამ ნუ არ ვარ დარწმუნებული, ხა ვიღაცისთვის შეიძლება შენ როგორი ფილმები გიევასება, რომელიც ჰეპი ენდით თუ არა მე მევასება ხო ძალიან ბევრნაირი ფილმი მიყვარს რა რომელიც შეიძლება სხვაებისთვის მძიმე იყოს ახლა გინდა აი დევიდ კრონენბერგი აიღე ან გინდა ლინჩი აიღე ან რავი არ ვიცი ესეთი რაღაცა ცოტა სურეალისტური მაგრამ რაღაცა კარგი ხო ასე ვთქვათ რა მაგრამ აი მესიჯი მაინც დადებითი უნდა იყოს მუსიკა უნდა მისცეს აუცილებლად გამთენიისას როცა ადამიანი ტოვებს საცეკვაო მოედანს რა უნდა წაიღოს შენი აი ეგ რა ზუსტად რომ სიმშვიდე და ის აზრი რომ ყველაფერი კარგად იქნება რა უნდა წაიღოს რაღაცა ემოცია იმის რომ მოუნდეს მეორე დღეს კარგად გაღვიძება რა რაღაცა ნასიამოვნები იყოს და რაღაცა შეიძინოს რაღაც ექსპერიენსი შეიძინოს რა რომელიც არ იქნება რაღაცა სხვისი ექსპერიენსის მსგავსი იქნება უბრალოდ რაღაცა მისი ისტორია რა შეიძლება იმ კონკრეტულ ღამეს ან გაახსენოს რაღაცა მომენტები ცხოვრებიდან რაღაცა მეგობრები ვისაც ეჩხუბა და მიახვედროს რომ უნდა რომ იცი რა რაღაცა თურმე რაღაცა შეცდომა დაუშვიან რაღაცა სხვანაირად უნდა მოქცეულიყავი და ასე შემდეგ რაღაცა ადამიანური მომენტების და გრძნობების გამოღვიძებასავით იცი რა შეიძლება ჩამოთვალე ხა მე მგონი იკვეთება ჩემი აზრები იმასთან დაკავშირებით რასაც მე ვაკეთებ და გამოდის რომ რასაც შენ აკეთებ იმიტომ რომ მეც მაგ მიზანს უსახავ ხოლმე რა აი წერას ხო ამ გადაცემასაც მათ შორის აი წარმოიდგინე რომ დღეს ვიღაც უნახავს რომ მოუნდეს რაღაცის გაკეთება თუნდაც რა ვიცი ლეპტოპის გახსნა რაღაც მუსიკების მოსმენა და ცადოს რომ ერთმანეთს დაამტყიოს რაღაცები, გადაადოს. მუსიკები ცუდი ფორმაა, უცუდესია. ხო და მუსიკები. არა უშავს მე პატიები მუსიკები, რა მოხდა? შეცდომებს ყველა უშვებ. ხო, არა, ჩემი აზრით არის. შეცდომას რო უშვებ დაკვირით რომ საშუალო. ეგ არის ყველაზე კაი. შეუძლებელი არის რომ ისე დაუკრა რომ შეცდომა არ დაუშვა რა, მაგრამ მაგ შეცდომას როგორ გამოიყენებ, აი მაგაში არის მთელი შეგიძლია რომ შენ იმად აქციო? ხო, რა თქმა უნდა, ხო შენ ნიშადაც კი რაღაც მხრივ რა. ოღონდ იმდენი შეცდომა არ უნდა იყოს, ეხლა რომ მაგითი რომ ხარ ცნობილი რომ ეს იმდენი შეცდომა თუ შევწრობ შეცდომა. ეხლა მითხარი რამდენ ხანს მოგეხალისება მუსიკის კეთება? იფიქრია მაგაზე? ალბათ ვერ წარმომიდგენია რომ არ ვაკეთებდე. შეიძლება რაღაცა სხვაც გავაკეთო, მაგრამ მუსიკა ყოველთვის იქნება, სანამ მე ვიქნებ. რა უნდა ქნა იმისთვის, რომ აყვე ამ დინებას და არტისტი დარჩეს მეტნაკლებად მუდმივად საინტერესო. ალბათ ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია რომ ანუ ყოველთვის გააგრძელო ძებნა რაღაც ახლის ასევე მნიშვნელოვანია რომ რაღაცნაირად თრუ დარჩე რა რაც აი დღეს თრუ დარჩე იმის რაც გიყვარს გულწრფელს მოდი ახ გულზე ხელის დადებით რომ ვთქვათ გამორჩნდებიან ადამიანები ვინც იტყვის რომ თქვენ გიჟები ხوار ხართ მუსიკა ეს არის ბეთჰოვენი მოცარტი ბახი შოპენი და ასე შემდეგ და ის არის რაღაცა ახალგაზრდები შედიან და სადღაც რაღაცა მოძრაობებს აკეთებენ და მოკლედ მაგრამ მე მსმენია ძალიან ჩემთვის ანდო ადამიანებისგან რომ თანამედროვე აკადემიური მუსიკა რო დაუკვირდეთ არის ელექტრონული მუსიკაო ხო თავისი არსითო მაგრამ ესეც ახლა ცოტა პრეტენზიული ის არის რა ქვია ნათქვამი რა. არ არის რავი ან ძალიან ბევრი რავი იგივე კონსერვატორიაში და იგივე რაღაც ანუ მაგ ჟანრში ძალიან ბევრი ექსპერიმენტები ტარდება, ძალიან ბევრი ფესტივალებია, რომლებიც აი ზუსტად ეგეთ მუსიკას
უწყობს ხო რაღაც ელექტროაკუსტიკურ მუსიკას უწყობს განვითარებას უწყობს ხელს და ძალიან ბევრი ექსპერიმენტები ტარდება მაგ ხრივაც რა ეხლა ყველას თავისი მედიუმი ყავს და კლუბები ამ სივრცის მთავარი დანიშნულება არის ასე ვთქვათ და რაღაცნაირად ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრალური როლი უჭირავს რა, იმიტომ რომ შენი ექსპერიენსი არ არის მარტო სახლში ჩართო ვინილი ან ჩართო კასეტა ან ჩართო YouTube-ზე და მოусმინო რა, შენ ამას რაღაცნაირად ვიბრაციის დონეზეც კი სხვა ადამიანებთან ერთად განიცდი, ანუ აქ უფრო რაღაცა შამანური რიტუალის ტიპის მუსიკასთან გაქვს საქმე, სადაც რაღაც სხვანაირი ექსპერიენსი იღებ, ვიდრე ვთქვათ წახვიდე და მოусმინო კლასიკურ მუსიკას, რომელიც ასევე ძალიან დიდი ექსპერიენსია და ასევე დიდი მედიუმია. მაგრამ ეს ორი რაღაც ერთმანეთს არ უნდა რაღაცნაირად დაუპირისპირო. ორივე ძალიან ინდივიდუალური არის რა. იქაც შენი ასე ვთქვათ თავის პოვნა შეგიძლია, იქაც შენი თავის პოვნა შეგიძლია, რა. მთავარი ის არის, რომ ანუ რაღაცნაირად თავისუფლებასთან მიდიხარ ისევ და რაღაცნაირად იმისკენ რომ რაღაცა გიბიძგოს ფიქრისკენ რა ისიც ამას აკეთებს რა ეს კლასიკური მუსიკა იქნება რავი არ ვიცი ფოლკლორი იქნება თუ როკ მუსიკა იქნება თუ შენ მართლა ღრმად ხარ რა ანუ ამ განხრაში მაშინ ყველა მხრივ მაკეთკენ მიდიხარ რომ ამისგან რაღაცა ინსპირაციას იღებ და როგორც პიროვნებას ასე ვთქვათ გცვლის ხო და ზუსტად ეგ სივრცეა კლუბით სადაც რაღაცნაირად იშლება ზღვარი და უამრავი ადამიანი ერთად გადაიქცევა ხოლმე რაღაც საუკეთესო მომენტებში არ არის ყოველთვის ეგრე მაგრამ ეგ არის ასე ვთქვათ მიზანი DJ-საც და ხალხისაც ვინც იქ არის რომ აი ეს რაღაც თუნდაც 10 წუთიანი ან თუნდაც 5 წუთიანი რაღაცნაირი ერთიანობის განცდა დადგეს რომელ სამ კლუბში უნდა იცეკოს ადამიანმა იმისთვის რომ კარგი საცეკვაო სცენა აღიქვას შენი აზრით ჩემი აზრით ალბათ ამ წუთში ალბათ ეგ იქნება ბერქაინი, იმიტომ რომ წეხან რაც ვილაპარაკეთ რა რაც ნიშნულობა ისტორიული და ასე შემდეგ და ნუ აუცილებლად ბასიანი და კირილოვსკაია კიევში რა, იმიტომ რომ ეგ ორი ცენტრი ეხა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენების ეპიცენტრში არის და ორივე ძალიან აუთენტური არის და რაღაცნაირად ის თეორობას ხო ვეძახით ჩვენს თავს ზოგჯერ როგორც ქართველები და ასევე რაღაცა უკრაინასაც მოიხსენიებ რა, იმიტომ რომ რაღაცნაირად თითქოს ტექნომ ჩვენთან და უკრაინაში თავიდან რაღაცნაირი რევოლუციასავით განახორციელა რა. მე მგონი თბილისში ქონდა გავლენა. კი, ქონდა. ანუ თბილისში დაიწყო მე მგონი უფრო ადრე, იმიტომ რომ ნუ ბასიანამდე დაიწყო თუ რაღაც ასე ვთქვათ და მერე გადაედო ყველაფერი კიევს. ანუ იქაც მანამდეც არსებობდა კლუბები, თბილისშიც არსებობდა სხვა კლუბები, მაგრამ ეს რაღაცა ტალღა თითქოს ეგრე წამოვიდა რა. ეტყობა ძალიან აუთენტურობა და ეტყობა მაგ ადგილებს ზუსტად ის რასაც ელექტრონული მუსიკა იმსახურება რა. ანუ იცი რა არის, რასაც ალბათ ბასიანზე განიცდი, სხვაგან ვერ განიცდი რა, იმიტომ რომ იმ ქართულს ხედავ რა, ეს არ არის რაღაცა ბერლინური სივრცე რა, არის ქართული სივრცე, ქართული ემოციით და მუსიკით, რომელიც რაღაც მხრივ იმენა ქართული არის რა. ასევე კიევშიც და ბერქაინზე აღარ ვილაპარაკებ. რა არის მუსიკის მთავარი დანიშნულება შენი აზრით? დანიშნულება რა, ანუ ადამიანი რატო უსმენს მუსიკას? მესიჯი არის მუსიკა რა. გამოღვიძებისკენ უბიძგებს, ასე ვთქვათ და აი ახალის შეცნობისკენ ბიძგი არის რა. გათავისუფლების ერთ-ერთი გზა არის. და თან თუ უსმენ და ფიქრობ რაღაცნაირად ლამაზია რა. ანუ ისეთია. მაგ მომენტში ყველაფერი სწორია ხოლმე რა. ეს ინტერვიუ მოკლედ ფიქრის საბაბს მისცემს ადამიანებს და ეგ მაგარი იქნება ძალიან. ძალიან კაი. კაია. ადლობა, ხალხო.
აჰა, მეცნიერება ჩადის. კი. შეუძლებელი შეძლებელი. გამარჯვებულები ვართ, კი.